გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვართ სტუდიაში Youth Action of Georgia, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს თანამედროვე აზროვნების და თავისუფალი აზროვნების დამკვიდრებისთვის საქართველოში. დღევანდელი ჩვენი თემა ეხება მეხსიერებას და იდენტობას და ამას დიალოგს ვსვეთ ამ საკითხის შესახებ წაიღოს ბატონი ზაზა ვიბულაშვილი, რომელიც არის ძალიან კარგი ადვოკატი, სამოქალაქო აქტივისტი და უბრალოდ სამშობლოზე შეყვარებული კაცი. დიდი მადლობა ირაკლი. დავამატებდი ალბათ ამ კუთხით უფრო მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. ჭავჭავაძის ცენტრი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2018 წელს და ჩვენთვის სამოქალაქო მეხსიერება იყო და არის ერთ-ერთი მთავარი თემა, ჩვენი საყვარელი თემა, რომელზეც მუშაობთ უკვე მთელი ეს წლებია. რატომ მუშაობთ? იმიტომ რომ ვჯერა რომ სამოქალაქო მეხსიერება არის ის საკვანძო ადგილი, რომელიც ჯერ ერთი მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის და გამტკიცებისთვის და მეორე ამ ჩვენ საზოგადოებრივ ორგანიზმს აძლიერებს უფრო რეზისტენტულს ხდის პროპაგანდის წინაშე. თუ დავაკვირდებით, ადრე იყო ესეთი მითი, ხო, რომ მტერი შემოვიდა, ვაზი აგვიჩეხა და ეს ვაზის აჩეხვა ითვლებოდა ერთგვარად ჩვენი ცნობიერების ხელყოფაზე, ხო? ხო და ეხლა სინამდვილეში აი თანამედროვე გაგებით ვაზის აჩეხვა არის ჩვენი ისტორიის გადაწერა. ოღონდ ამას რუსი აკეთებს უკვე 200 წელზე მეტი ხანია. და ჩვენ ამას ან არ ვპასუხობთ და ან პასუხობთ სრულად არაადეკვატურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბევრი მეტი ყურადღება მიგვიქცია ამ საკითხისთვის, ხო? აქვე დავზენდი, რომ თვითონ მეხსიერების გადაკეთა, მეხსიერების მანიპულაცია არის ტრის ერთ-ერთი სერიოზული ხერხი და რომელსაც წარმატებით იყენებთ დაწყებული მე-19 საუკუნიდან ვიდრე დღემდე პრაქტიკულად. ხო, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებთ გარკვეულ ათვლას, ხო? ჯონ ლოკი არის ეგეთი დიდი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, რომელსაც აქვს მისი იდენტობის თეორია, თუმცა ის შეეხება უფრო პიროვნულ იდენტობას, თუმცა ამ შემთხვევაში პარალელი შეგვიძლია მოვიყვანოთ პირდაპირი. ის ამბობს, რომ პიროვნების იდენტობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მეხსიერება, არამედ მეხსიერების უწყვეტობა. აი ამ ნაწილში ჩვენ ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს ჩვენ ქართველებს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მართლა ძალიან დიდი გრძელი და მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია, სინამდვილეში ეს ისტორია სავსეა წყვეტებით. უამრავი წყვეტა არსებობს ჩვენს ისტორიაში, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ თავიდან ვიწყებთ ათვლას, როგორც ერი, როგორც რაღაც საზოგადოება, სოციუმი, აი ხშირად გაგიგია ალბათ, ესეც რუსული შემოგდებული კლიშეა. ამერიკამ რა უნდა მასწავლოს, მაგის ასაკის მუხა ჭადარი მიდგას ეზოში, ხო? თუ ამას შევხედავთ, ამ კლიშეს შევხედავთ იმ უწყვეტობის პრიზმაში, მაშინ დავინახოთ, რომ სინამდვილეში აი 250 წლის განმავლობაში, რომლის განმავლობაში ამერიკა არსებობს როგორც თავისუფალი სუვერენული ქვეყანა და სახელმწიფო, მას ერთხელ ჰქონდა იდენტობის კრიზისი, მას ჰქონდა ერთადერთხელ ის მომენტი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, საით წავიდოდა ეს ქვეყანა, ხო? წყვეტა, აი რეალური წყვეტა, ეს იყო ამერიკის სამოქალაქო ომი, როდესაც ხდებოდა მისი, როგორი ქვეყანა, როგორი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. ეს დავამატო, სხვაშორის არსებობს ესეთი გამოთქვა, კალკი გამოთქვები, რომ ისტორია ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს და ისტორია ყველაფერს თავის ადგილას არა. ეგრე არ არის, ისტორია არ არის რაღაც ობიექტური აპარატი, კალკულატორი, რაღაცა დათულოს. ისტორიას წერენ, ამას ისტორიას წერენ გამარჯვებულები. კი ბატონო. და მათ შორის იმ ხალხის ისტორიასაც, რომელიც დამარცხებულია. არა მარტო თავის დიდებას აღნიშნავენ, არამედ იმ ხალხსაც წერენ და ჩვენს დაახლოებით ეგრე მოვიდეს, თუ ვიღაცა გვიწერს ამ ისტორიას. კი, ხო, აი ამ ამერიკის მაგალითს რო დაუბრუნდე, ნახე, აი ამ ტიპის შემოგდებულ არგუმენტს რო უპასუხოთ, სანამ ჩვენს ეზოში ის კაკლისხე თუ მუხა თუ ჭადარი იზრდებოდა, ამერიკას ჰქონდა ერთი წყვეტა, ხო? ან პოტენციური წყვეტა. და ჩვენ რამდენი წყვეტა ჰქონდა ცნობიერებაში.
ქონდა უამრავი, ან ბოლო 250 წელს შევხედოთ, დავიწყოთ 1795 წლით, როდესაც აღა მაჰმადხანმა თბილისი აოხრა და პრაქტიკულად რაღაცეები ნულიდან დაიწყო, მე 1801 წლით გავაგრძელოთ, როდესაც რუსეთმა დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო და ამაზე ცალკე მინდა კიდევ ვისაუბრო აი ამ სიტყვებზე, რომელსაც ჩვენი მტერი იყენებს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მიიერთა, იმიტომ რომ აი თუ საშუალო სტატისტიკურ ქართულს კითხავ, ყველა გეტყვის, აი რამ მოხდა 1801 წელს, ალბათ უმეტესობა გეტყვის, საშუალო სტატისტიკური ქართველი გეტყვის, რომ 1801 წელს, როგორც მას ასწავლეს, რუსეთმა საქართველო მიიერთა. სინამდვილეში ყველაფერი ტყუილია, ანუ არ მიურთებია, დაიპყრო და საქართველო არ ყოფილა, ის იყო აღმოსავლეთ საქართველო, ქართლ-კახეთის სამეფო იყო. 1870-მდე შეაღწევენ სვანეთში. და 77-18 წლებში თურქეთს წაართვეს უკვე აჭარა და შავში. ანუ რეალურად რუსეთმა საქართველო დაიპყრო 19 საუკუნის განმავლობაში და არა 1801 წელს, მაგრამ ჩვენს ფსიქოლოგიურ მეხსიერებაში ამას გადმოსცემენ და ლექავენ როგორც 1801 წელს, ხო? ანუ 1801 წელს ჰქონდა წყვეტა ქართლ-კახეთში მაცხოვრებლებს, მერე 10 წლის შემდეგ იმერეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე რო გადავახტეთ ასე რამდენიმე წელს, ხო, 17-18 წლები 1900-ს, როდესაც მოხდა რევოლუცია რუსეთში, მერე გადატრიალება რუსეთში, ხო, ჯერ რევოლუცია, მერე გადატრიალება, თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის სისხლიანი ბოლშევიკური გადატრიალება. მერე 1918 წელს მოიპოვეთ დამოუკიდებლობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით, პირველ რიგში ეს იყო გერმანია, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ერჩის. და ხო, დე-ფაქტო ხელისუფლება. მერე იყო 21 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია. ახეთ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ აი მოწყვეტობაზე, კლიშეებზე. ამ შემთხვევაში არ მხოლოდ წყვეტა მოხდა, არამედ მორიგი ესეთი ფრეიმი შემოაგდეს, რომ 1921 წელს თითქოს მოხდა საქართველოს გასაბჭოება. აი გასაბჭოება რაღაცნაირად ნეიტრალური სიტყვაა, ხო, ტერმინი, აი რაღაც ერთი ტიპის ხელისუფლება შეცვალა მეორე ტიპის ხელისუფლებამ. ერთი სოციალისტური პარტია წავიდა, მეორე მოვიდა. ასე ყიდიდნენ ამ ისტორიას 10 წლების განმავლობაში. სინამდვილეში მოხდა ისეთი რამ ძალიან პროზაული რამ, ერთი სახელმწიფოს ჯარი შემოვიდა, შემოიჭრა და მეორე სახელმწიფო დაიპყრო. ამ ხო, და იყო მაქსიმум წყვეტა ალბათ იყო შემდეგ 1924 წლისად. 24 წელი წაგებული აჯანყება შეიძლება. ანუ წყვეტაში გულისხმობს 91 წელი, 92 წელს მერე უკვე ესე გადატრიალების შემდეგ ნულიდან დაიწყო ყველაფერი. გარკვეული წყვეტა იყო 2003 წელს, ვინაიდან 3 წელსაც ვთქვით, რომ 2003 წლიდან აიხლა დაიწყო რაღაცეები ნულიდან. 2012-ში მერე შეიცვალა ხელისუფლება და თქვეს, რომ აქამდე რაც იყო ყველაფერი ტყუილი იყო და ყველაფერი არაფერი არ ვარგოდა და ეხლა ნულიდან ვიწყდა. ეს უბრალოდ ისტორიული ნარატივები კი არ არის. აქ ასევე ამ წყვეტებს თან ახლდა ძალიან ხშირად მთელი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ჩარჩოს ცვლილება. ახსენე შენ, რომ ადვოკატი ვარ და მქონია გამოცდილება, როდესაც ერთ-ერთ ინგლისელ კლიენტს უკეთებდი ეგრეთ წოდებულ due diligence, ხო, რაღაც ყიდვა უნდოდა საქართველოში, უძრავქონებაზეა საუბარი და მთხოვა, რომ მენახა ამ კონკრეტული უძრავი ქონების ისტორია. და რაც შემეძლო ხა დამოუკიდებლობის წლების ადრეულ წლებში ჩავედი 91 წელზეა საუბარი და ვთქვი რომ ეს იყო მე შეიქმნა რეესტრი, მე ეს არის რეესტრი, ანუ იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ალბათ გააკეთებდა სტანდარტული იურისტი, ვინაიდან ესეც არ იყო საჭირო, ხო? უმეტეს შემთხვევაში ნახავენ ამ მონაწილეს და რაც წერია ეს საკმარისია. ხო და იმისგან მომივიდა ძალიან საოცარი პასუხი, რომ ეს არ იყო საკმარისი, მან თქვა, რომ იქნებ აი 1700-იან წლებამდე ჩახვიდეთო, იმიტომ რომ მე როგორც გავიგეო, ეს ტერიტორია ადრე იყო ან სამეფო დინასტიის, ან საეკლესიო საკუთრებაშიო და როგორ ნამეხსნა მე ინგლისელისთვის აუხსენის საბოლოო ჯამში, მაგრამ მისთვის სულად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება უბრალოდ 90-იანებამდე ჩახვიდე. და მე ვთქვი, რომ შენთან ეს უწყვეტობა, რომელიც ალბათ მაგნა კარტამდე მიდის, ხო, ჩვენთვის წარმოუდგენელია. ვიღაცის იყო, რა თქმა უნდა, ხა ის მიწები, ან საეკლესიო იყო, ან კერძო საკუთრება იყო, რომელიმე თავადის, ხო, მაშინდელი, ან შეიძლება სამეფოც იყო, მაგრამ ნუ ხა 1700 რაღაცა წელს რო ის მიწა ვიღაცის იყო, იქიდან გამომდინარე, ვინმე დღეს პრეტენზია წარუდგინოს მის ახალ საკუთრებას, ხო, წარმოუდგენელია, ხო, ინგლისისთვის ეგ არ არის წარმოუდგენელი, არც გერმანელისთვის და ასე შემდეგ. ხო, აი მას გულისხმობ წყვეტაში, წერა ვახსენეთ 1921 წლის ოკუპაცია და
ორი ნუანსი მინდა მანდაც გამოვყო ძალიან ბევრს ვისაც ადეკვატურად აქვს ცოდნა იმ მოვლენების შესახებ ავიწყდება ერთი რამ სამწუხაროდ რომ მაშინ ის ოკუპაცია საბჭოთა ოკუპაცია არ ყოფილა ეს რუსული ოკუპაცია საბჭოთა კავშირი შეიქმნა საქართველოს ოკუპაციიდან თითქმის 2 წლის მერე მანამდე ეს იყო საბჭოთა რუსეთი რომელიც იყენებდა უკვე შეიძლება გაცვეთილი სიტყვა მაგრამ ფაქტობრივად ანუ ქართველ მოღალატეებს ეთნიკურად ქართველ მოღალატეებს რომლებიც ნაწილობრივ შემოუწყვნენ კიდევაც რუსულ არმიას წინ. ხო, ასევე ამ შულავერის კომიტეტს რაც შეეხება არსებობდა ასეთი მითი, ის მე გადაწერილ ისტორიაზე საუბრობთ, ხო? მითი იყო ასეთი, რომ თითქოს საქართველოში მაშინდელ საქართველოში დღეს აღარ არის ტერიტორია საქართველოს, ხოლო ლორეზია საუბარი, შულავერია მხოლოდ დარჩენილი. მაშინდელ საქართველოში თითქოს დაიწყო ეგრეთ წოდებული აჯანყება, მშრომელთა აჯანყება და ამ აჯანყებას დაეხმარა რუსული არმია. რაც ელემენტარულად ტყუილია, იმიტომ რომ იმ აჯანყების ვითომ მონაწილეები, მათი დიდი ნაწილი საქართველოში კი არ იმყოფებოდა, ზოგი მოსკოვში იყო, ზოგი პეტერბურგში იყო, პეტროგრადში უკვე მაშინ და შესაბამისად ეს ყველაფერი უბრალოდ შეიქმნა ქაღალდზე. რითიც მერე რუსეთმა ახსნა თუ ასე ვთქვათ ტერიტორიის ყურეუხმად გააправა ოკუპაცია. კიდევ ერთი რამ რაც იმ მოვლენებზე სასურველია რომ ვიცოდეთ არის ის რომ საქართველოს რუსეთის ომი გრძელდებოდა 5 კვირა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება, ვინაიდან ბევრ ჩვენგანს გონია რომ საქართველოს რუსეთის ომი იყო რაღაც შეტაკებები კოჯორში, კაბახმელაში, რომელიც მე რამდენიმე ათწლეულის მერე კულაუ ნადირაძემ აღწერა თავის ლექსში, რომელიც დაიღუპა რამდენიმე იუნკერი, დაიღუპა მარო მაყაშვილი და იყო ძალიან გმირული, ძალიან ამაღლებული ისტორია, მაგრამ აი თითქოს მხოლოდ ეს იყო და 25-ში შემოვიდა აიღეს თბილისი. სინამდვილეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთან წავიდა ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდა 17 მარტს და მანამდე გრძელდებოდა ბრძოლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ხაშურთან, შორაპანთან, გაგრაში იყო ბრძოლები, ბათუმში იყო ბრძოლები. 5 კვირა ძალიან დიდი დრო არის. აი რო შევადაროთ მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი და გერმანია პრაქტიკულად ტოლი სახელმწიფოები იყვნენ ხო ტერიტორიით მოსახლეობით და 5 კვირაში და 4 კვირაში გერმანიამ დაამთავრა. 2 კვირაში დაამთავრა ომი თავის ხელა ასევე თავის ხელა პოლონეთთან და აი ერთი ციცქნა საქართველოს ამ ვეებერთელო რასაც მე ბოროტების იმპერია შეერქვა 5 კვირა ეომება. აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ ნაწილშიც გავიგეთ კი რომ ვეომეთ, მაგრამ აი ამ ომის მასშტაბიც კარგად არ გვაქვს გააზრებული. თითქოს დიდი არაფერი არ მომხდარა, ხო? ანუ დაუბრუნდეთ ამ წყვეტის საკითხს. ეს არის ჩვენთვის განსაზღვრელი პრობლემა ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიისთვის, ეროვნული ასე ვთქვათ ორგანიზმისთვის, რომ ჩვენ ამ წყვეტას ვიღებთ როგორც რაღაც ორგანოს. ხო, დიდი ამბავი რაღაც მოხდა. მოდი ახლა ჩვენ სოციალურად უფრო გვაწყობს, რომ რაღაცები დავივიწყოთ. არსებობს ბენედიქტ ანდერსონის წიგნი, Imaging Communities წარმოდგენითი თემები, სადაც ის ამბობს, რომ არანაირად არ არის ერი, რომელსაც ისედაც თავის საკმაოდ გვიანდელი ფენომენია, რაც 18-19 საუკუნის, არ არის არანაირი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, წინაპირობა, რომ არსებობს არანაირი დიალექტიზმი, რომ ის რაღაც ფორმა ამ ფორმაში გადავიდეს, არ არის. ამიტომ ეს არის სოციალური კონსტრუქცია, ანუ ადამიანების მიერ შექმნილი. როგორც ეს ვთქვათ, იწყობა ეს ლეგოსავი, ის შეიძლება გადააწყო. ვინც გამარჯვებული ასე ვთქვათ, ის აწყობს ამ ლეგოს. და ბენედიქტ ანდერსონი ამბობს, რომ ეს რაღაცა სოციალური კონსტრუქცია, როგორც ეს ისტორიას წერენ გამარჯვებულები, ასე ვთქვათ რა. შესაძლოა ჩვენ გვჩება ხელში ვიღაცის მიერ შექმნილი ისტორია და სადაც არანაირი განცდა არ არის, რომ ეს ჩვენი ამბავი იყოს. აი თქო ცოტა წინ გავასწრებ ზაზას. 1992-93 წლის აფხაზეთის ომი თაობას, რომელიც 25 რაც მინახავს სტუდენტების იმათ 95%-ს საერთოდ არ იციან, აი ისე გაუგიათ, მაგრამ არ იციან ან უბრალო ქრონოლოგიაც არ იციან. ის კი არა თუ რატომ და ის კომპლექსური საკითხი არის, რომ ისო დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს და დამთავრდა 1993 წლის 27 სექტემბერს. საერთოდ თეორია ის არსებობს მეთოდი, ასე ვთქვათ, მასერების გამოჭედვის, ასე ვთქვათ. ხანდახან ისე დადებითი შედეგიც მოხდა. ინგაგებით ვთქვათ, ავსტრალიელებისთვის ბრძოლა გალიპოლიზე ნახევარკუნძულზე 1915 წელს, როცა
ბრიტანეთი დაუპირისპირდა ამ კონსტანტინოპოლის არღებაუნდი მაშინ კონსტანტინოპოლი ერქვა და ძირითადად ავსტრალიული და ახალზელანდიური ბრიგადები აუდგნენ იქნებიან თურქები. ძალიან ბევრი ხალხი დაიღუპა. საბოლოოდ ბრიტანულმა სპეციალისტები გაიმარჯვა, მაგრამ ავსტრალიაში და ახალზელანდიაში ეს გალიპოლის კამპანია იქცა როგორც ერთ-ერთი ქვაკუთხედი მაგათი ეროვნული იდენტობისა და დღემდე აღნიშნავენ და ასეთი ჩვენ ისე გავიკეთეს რომ 1920 წლიანი 5 კვირიანი ომი ერთი თაობის მე აღარავის აღარ ახსოვდა საერთოდ არც ცნებაც აღარ იყო მაგის ანუ ძალიან იოლად სამანი შეიძლება ძალიან манипуляტორობა გაძიო რა იმის თქმა მინდოდა ხო აი ამ წარსულთან დაკავშირებით ორი ციტატა მინდა წავიკითხო სიზუსტვისთვის წავიკითხავ რაც ხას უსვამს წარსულის მნიშვნელობას ჯორჯ ორველის ალბათ ყველაზე ცნობილი ციტატა ამ თემაზე ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს მომავალს ხოლო წარსულს უკაცრავად ვინც აკონტროლებს აწყოს ის აკონტროლებს წარსულს ესე იგი ჩვენ როდესაც ვხედავთ ძალიან ხშირად რუსულ კონტექსტში თანამედროვე ქართულ კონტექსტში ისტორიის გადაწერის ცდელობას ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის ახირება ეს არ არის ვიღაცის აკადემიური ინტერესი აქ აბა როგორი ისტორია დაიწერება ეს არის ჩვენი მომავლის კონტროლის ძალიან კონკრეტული მექანიზმი მათ შორის აი გავიხსენოთ პუტინის ორი შემთხვევა ერთი როდესაც პუტინმა ძალიან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა უკრაინის ისტორიასთან დაკავშირებით და ამას უკრაინის ხელისუფლებამ წელი არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ჯერ ზელენსკი არ იყო ხელისუფლებაში. ამას უკრაინის ხელისუფლებამ უპასუხა სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ დონეზე. რამდენიმე ხანში პუტინმა ისაუბრა ასევე საქართველოს ისტორიაზე, რაღაც აბსურდი ლაპარაკა თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, რომელიც მაშინ უბრალოდ არ არსებულა არც გეოგრაფიულად, არც კულტურულად, არც არანაირად. რომ თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდა უფრო ადრე ვიდრე ქართლ-კახეთი. ამასთან დაკავშირებით უკვე ოცნების ხელისუფლებამ თქვა, რომ ესო ჩვენი საქმე არ არისო, ამას ისტორიკოსები უპასუხებენ. მაშინ როდესაც წინანდიაში პოლიტიკური გზავნილია, პოლიტიკური დატვირთვა აქ ამ განცხადებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რაც მისი ვალდებულებაა. ერთსაც წავიკითხავ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი ციტატაა, ეს უკვე უილიამ ფოლკნერის ციტატაა, წარსული არასდროსაა მკვდარი. ის წარსულიც კი არ არის. ანუ სინამდვილეში წარსული არის ჩვენი იდენტობის იმდენად პარი ნაწილი, რომელიც არასდროს არ მკვდარი, ის ყოველთვის რაღაცაში ვლინდება. ის ვლინდება ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ ქცევაში, ჩვენ პრიორიტეტებში, იმაზე თუ რა გვატრიგერებს, რაზე ვრეაგირებ და როგორ ვრეაგირებ, ხო? ხო, ანუ აი ილიაზე მინდოდა ჩვენ ახსენე ერის დეფინიცია და იმაზე შეგვაჩვენებენ ალბათ საუბრობთ ამოჭრიან რომ აი რაც ციტირების სახით თქვი მაგრამ მოდი ილიაზე ვილაპარაკოთ ხო ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა ორი მოდელი ანუ ილიაზე მეც ციტოს ეს რამდენიმე გამოთხოვა რაც აზან თქვა ეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ასევე კიდევ ერთიას გამახსენდა ვინც არ იმახსოვს ან არ იგებს ისტორიის განმეორებას მას მიჯილი აქვს მისი განმეორება ან ჩვენ რაღაცას არ ვიმახსოვრებთ, არა, მე ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებოდ მომავალით უკანასაც რაც სასოფლო პარლამენტიდან. კი, ამაზე ცოტა უფრო რთულადაც ვისაუბრეთ, მაგრამ ნუ ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა ორი განმარტება ერისა. თანამედროვე ქართველმა იცის მხოლოდ ერთი. ენა მოსაწონებაა. იცის მამული ენა სარწმუნოება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა 1861 წელს. ეს იყო მისი პირველი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი პუბლიცისტური ნაწარმოები, როდესაც პეტერბურგიდან დაბრუნდა, როგორც სტუდენტი, უბრალოდ დაამთავრა განათლება მიიღო და დაბრუნდა საქართველოში. აი ამ წერილით შემოვიდა ის ქართულ საზოგადოებრივ ასპარეზზე და დღემდე ძალიან ბევრი ერის განმარტებად და ქართული ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად მიიჩნევს აი ამ ფორმულას, ხო, მამული ენის სარწმუნოება. თუმცა თავად ილია ჭავჭავაძემ თითქმის 20 წლის შემდეგ მას შემდეგ რაც საქართველოს შემოუერთდა აჭარა და შავშეთი თავის წერილში ასევე ძალიან და მნიშვნელოვან წერილში ოსმალო საქართველო შემოგთავაზა ერის ახალი განმარტება და აქ უკვე ცოტა უფრო რთული ციტატა ამიტომ წავიკითხავ ამასაც ეს არის 1877 წელი ოსმალო საქართველო და ილია წერს ყოველი ერი თავისი ისტორიით სულგმულობს ჩვენის ფიქრით არც ერთობა ენისა
არც ერთობას არწმუნოებისა და გვარტომობისა, ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ანუ ილია გვთავაზობს ახალ განმარტებას, არა მაინდა-მაინც ვინაიდან შემოუერთდა საქართველოს ისტორიული ორი პროვინცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არის მუსლიმი. რა ხდება მაშინ მისი წინა განმარტებით გამოდის რომ ესენი არ არიან ქართველები, ხო? არ გამოდის ასე. ილია გადაიაზრებს საკუთარ ახალგაზრდულ ფორმულას და გვთავაზობს ახალ ფორმულას, რასაც უკვე საუკუნეზე მეტის შემდეგ ეხმიანება რომელი ავტორი იყო? ანდერსონი, ხო? და ზუსტად ამას ამბობს, რომ ერის იდენტობა არის საერთო განცდა ისტორიისა. რომ ჩვენ რაღაც საერთო გზა გამოგვივლია. და შესაბამისად ძალიან ბუნებრივია, რომ ყოველ ჯერზე როცა მტერი შემოდის, მტერი ცდილობს, რომ აი ეს აგვირიოს, ეს ცნობიერება აგვირიოს, ღირებულებები შეგვიცვალოს და სიტყვებით, აი საკვანძო სიტყვების ჩანერგვით ესე იგი მართოს ჩვენი კოლექტიური ცნობიერება, როგორც მაგალითად წეღან მახსენებთ იყო მიერთება და არა ანექსია და დაპყრობა, როგორც იყო გასაბჭოება და არა ოკუპაცია და ასე შემდეგ. ხო და ამას აგრძელებს დღემდე. სამწუხაროდ ამის ნაწილი არის ის, რა ვიცი, რასაც მე და ალბათ ძალიან ბევრი ქართველი ეძახის ღალატის კომისიას, ხო? ანუ არ არის პოლიტიკური წინაპირობა თუ საფუძველი იმისა, რომ დღეს ის თემები გახსნილიყო, რომელიც თავიდან გაიხსნა, არ არსებობდა, თუ არ დავუშვებთ, რომ ეს არის პირდაპირ რუსული ამოცანა, რომ ჩვენ საკუთარი ხელით გადაგვაწერინონ ისტორია და დავიბრალოთ ისეთი რამ, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაში პოლიტიკურად და სამართლებრივადაც უკვე აბსოლუტური კონსენსუსია ის, რომ რუსეთმა დაიწყო 2008 წლის ომი, ეს დადასტურებული ფაქტია. ამ ვითარებაში ხელახლა ამ საკითხის გახსნა de facto ქართული ხელისუფლების მიერ ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, არა რომელიღაც პოლიტიკური ძალის აკრძალვას, რაც განიხილავენ, არა რაღაც კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებაში მიცემას, რასაც ასევე საფუძვლად და საბაბად ასაღებენ თავიანთ ზოგიერთ მომხრესთან, არამედ სინამდვილეში ჩვენი ისტორიის გადაწერა. გავა დრო და მიუხედავად იმისა, რა აბსურდებიც წერია ამ დასკვნაში, ხო? დარჩება headline-ი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ აღიარა ომის დაწყება. აი ეს headline-ი დარჩება და მეტი არაფერი არ ჭირდება მტერს, რუსს. ხო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონტექსტში ხშირად ხდება ხოლმე რაღაც თემების გაუფასურება, შეგნებული გაუფასურება. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღალატზე მაგალითად, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იუნეული თემაა ჩვენს ისტორიაში, ვინაიდან თუ წავიკითხავთ ისტორიას და ყველა ჩვენგანი ალბათ საყვარელი ერთ-ერთი საგანი არის, ხო, ყველა ქართველის ისტორია, ჩვენ ისტორიაში გვასწავლიან, რომ ღალატი ეს არის ჩვენი ისტორიის ტრაგიკული ნაწილი და პრაქტიკულად ყველა ეტაპზე იქ ვახტანგ გორგასალი იყო და ასე ვთქვათ, ჯაჭვის ქვეშ დაუცველი ადგილი ჰქონდა და იქ ესროლეს ის არის, მე ერეკლე მეორე იყო და ქართველებს მეზარბაზმენი არ აყავთ, მე ხარ ცოტა კლიშეებსაც ვიღებ და სტერეოტიპებსაც ვიშველიებ, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის გეუბნები, იგივე ხდებოდა აფხაზეთში, ხო, ყველაფერი თითქოს კარგად იყო და მე რაღაცა მოხდა, ზოგში ვიღაცამ გვიღალატა და აი ამიტომ წავაგეთ, ხო? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ღალატი ყოველთვის იყო ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა ფაქტია და ეს როდესაც ოღონდ ჩვენ წარმოსახვაში, კოლექტიურ წარმოსახვაში ეს ყოველ არის რაღაც ისტორიული ფაქტი. დღეს რო ახსენო ვიღაც გაგიგარა ახლა შესაძლოა ლაპარაკი, ხო? და ღალატზე საუბრისას ყოველთვის ალბათ აი უნდა წარმოიდგინო თუ გინახავს და გემახსოვრებავთ კინოფილმი გიორგი სააკაძე სტალინის დროს გადაღებული და აი სტერეოტიპულად არის შადიმან ბარათაშვილი გამოყვანილი, რაღაცნაირად აწეული წარბი, აქ მიხატული უშნო ხალი, ვეშმაკისეული ღიმილი და შავ-თეთრი კადრები და რაღაცნაირი ესეთი მუსიკა, რომელიც გაფიქრებენ, რომ აი ეს ნამდვილად მოღალატეა, ხო? მაგრამ ცხადია ასე არ ხდება ცხოვრებაში, ანუ ადამიანები, რომლებიც მტერს გადასცემენ საკუთარი არმიის კოორდინატებს, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ადამიანები მათ ვერაფრით ვერ გამოარჩევენ. ვიღაცისთვის არის კარგი მეზობელი, ვიღაცისთვის არის კარისალმის თქმელი, ვიღაცის ნათლია, შეიძლება ვიღაცის ქორწილში იმაში რაღაც თამადა არის გადასარევი, აი სიტყვა პასუხი იცის. შესაბამისად ეს არ აღიქმება, ხო? ანუ შადიმან ბარათაშვილის იმითი რა ქვია ვიზუალით არ ასპარეზობს ყველა. მე მახსოვს 2012 წლის ბოლოს ერთ-ერთი პირველი თუ არა სრულად პირველი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, იყო ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ამნისტია.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იჯდა საპყრობილეში ჯაშუშობისთვის, გამოვიდა, მაშინ ისეთი კონიუნქტურა იყო საზოგადოებაში, რომ დახვდნენ ჟურნალისტები, რომ კალათ შემოერტყნენ, ეს გამოვიდა, რაზე იჯექითენება ჯაშუშობაზეო თუ ხო ჯაშუშობაზე ვიჯექიო და ნუ გავალო მე ახლა ჯაშუშსო და ატყდა სიცილ ხარხარი ხორხოცი ყველას ძალიან ეხავდა და სულ მინდა ხოლმე რა ამ კადრზე დავასტოპო და ადამიანებს რომელიც მაშინ იცნობდნენ მკითხვა, კარგი ახლა ეს ნამდვილად არ გავს. ხო, რა მოდი ამიწერე როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ შენი ფიქრო რა ეს ნამდვილად რუსეთის ჯაშუში იქნება, ხო? და რომ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი რუსეთის ჯაშუშებზე. კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო ვინაიდან ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ კარგი ახლა ყველგან რუსეთი გელანდებათ, ხო? ამას ადრე ამბობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რუსეთი რომელიც საქართველოში ერევა ყველანაირად, ოდნა გადაუხვევით იმას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ეს. აღმოჩნდა რომ რუსეთი ერევა ბრიტანეთის რეფერენდუმში, ბრეგზიტის რეფერენდუმში, ხო, ერევა საფრანგეთში, როდესაც იქ იყო ყვითელ ჟილეტიანთა გამოსვლილი. ერევა კატალონიის რეფერენდუმში, ერევა ამერიკის არჩევნებში, არ ვამბობ რომ ვინმე სასარგებლოდ, მაგრამ ერევა, ხო, ცდილობს ამის გაკეთებას. ერევა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერევა მოლდოვაში. Რაღაც ჩვენთან არ ერევა, ხო? რაღაც ჩვენ შემთხვევაშია ესე, რომ საქართველოში თურმე რუსეთზე ლაპარაკი 5 ტონია. არ უნდა იყოს 5 ტონი, ეს ჩვენი ეროვნული, ასე ვთქვათ, სიჯანსაღის ნაწილია, რომ ჩვენ რაღაცები არ დავუშვათ და ეხლა დავბრუნდები მეხსიერების თემასთან. ეხლა რუსეთისთვის რუსეთზე დავამატო ორი სიტყვა. რუსეთზე ეროვნული მეხსიერება ყოველთვის არის, განსაკუთრებით პუტინი 90-იანი წლები ძალიან არეული იყო, ასე ვთქვათ, ამცირებლად ზნობდნენ თავს, მაგრამ იყო ვითომ დასავლეთის კესლა, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვიდა. იმიტომ რომ მაგათი შინაგანი განწყობა არის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმისკენ. და რაც დაიწყო პუტინმა, ეს იყო ახალი ძველი ეროვნული ან ნეოახალი მეხსიერების შექმნა. და ეს თავიდან გლორიფიკაცია მეორე მსოფლიო ომის იქ ის რომ რუსეთს არ აქვს საზღვარი ეს მოსკოვის მოსწავლეს აბასადა რუსეთის საზღვარი, მან დაიწყო ბერინგის რუტე რაღაცა და ურასი ნედგრენიც. რუსეთს არ აქვს საზღვრები რა. რუსეთის საზღვრები არასდროს არ მთავრდება. ხო, რუსეთის საზღვრები არ მთავრდება, ხო და აი ეს ხელახლა მეხსიერების შექმნა, ასე აგრეთვე და რაღაც ტრადიციის გაგრძელება, თუმცა ალექსანდრე სუვოროვიდან მოყოლი, ივან გროზნიდან და ასე შემდეგ. ხო ეს არის ესეთი გადაწერა ისტორიით და ეს თავის ამ როლზე მორგება არის. ნუ თავს ხვთვის ივანე გროზნის სტოლად და ფასად რა ეს მის საქსელიდან გამომდინარე. აი ესეც არის ახალ თავისი ქვეყნის ისტორიის გადაწერა. როგორც საბჭოთა კავშირმა გადაწერა მეფის რუსეთის ისტორია, როგორც უნდა. ამიტომ ძალიან საფრთხო თვალსაჩინო შეიძლება ისე შემოგეპაროს რაღაცები, რომ მოხდება მე როგორ გვიანებს. პუტინმა ნამდვილად სადა რუსეთის ისტორიის გადაწერა, ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფე იყო პეტრე I და მისი დამსახურება იყო, ციტირებ, ევროპაში სარკმლის გაჭრა. მან დაიპყრო ტერიტორია, რომელზეც შემდგომ დააფუძნა ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, რომელიც ააშენეს იტალიელებმა, გერმანელებმა, ფრანგებმა, ჰოლანდიელებმა და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი იყო რუსეთთვის დიდი მიღწევა, როდესაც რუსეთი გახდა ევროპული სახელმწიფო, აი ამ სარკმლის მეშვეობაში. პუტინის ახალი ნარატივი რა არის? პუტინი გვეუბნება და ეს სხვადასხვა წყაროებზე არ მოვწდები, მაგრამ ბევრგან გვხვდება და ეს არის მისი ახალი იდეოლოგია. პუტინი გვეუბნება, რომ სინამდვილეში რუსეთი ყოველთვის იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთის შორის არჩევანის წინაშე, ეგონება საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა იყოს. და მაგალითი იწყება ჯერ კიდევ ალექსანდრე ნეველიდან, რომელსაც ეუბნებოდნენ თითქოს ჯვაროსნები, რომ იცი რა, შენ გადმოდი ჩვენ სარწმუნოებაზე, თორე დედას გიტირებთ, ხო? და მეორე მხარეს იყვნენ მონღოლები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ გვინდა თქვენგან, უბრალოდ ხალხი გადაგვიხადეთ. და თურმე რუსებმა მაშინ ვიმეორებ ეს არის რაღაცნაირი მოგონილი თანამედროვე ვერსია. რუსებმა მაშინ აირჩიეს ის რომ დაეცვათ მათი სარწმუნოება, ეომენ ევროპელებს და აღარ ეომენ მონღოლებს. საინტერესო დეტალია სხვათა შორის რუსეთის ისტორიაში ესეთი სანიშანსვეტო თარიღი არის 1280 წელი, როდესაც თითქოს შედგა ეგრეთ წოდებული კულიკოვოს ბრძოლა, როდესაც მათ მონღოლები დაამარცხეს და გადატეხეს წელში.
ოღონდ არავინ არ იცის კულიკოვის ბრძოლა იყო, არ იყო, თუ იყო, სად მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ბრძოლიდან რომელიც თვითონ რუსებმა მოიგეს 100 წელი კიდევ გრძელდება რუსეთში მონღოლების ბატონობა. კიდევ 100 წელი ზუსტად. დიდი დრომა. ანუ თან შუა საუკუნეებში ის 100 წელი დღევანდელი 1000-წლეულია ალბათ, ხო? ანუ სინამდვილეში ესეც ტყუილია, ნუ თავი დავანებოთ იმას როგორ მოიპარა რუსის ნაწილი, ხო, კიევსკაია რუსეთის იყო, როგორ მოიპარა ეს მოსკოვია, ვინაიდან სინამდვილეში რუსეთის იდენტობა იყო მართლა ორგვარი, კიევს თავი დავანებოთ, ეს სხვა იდენტობა იყო უკვე, მაგრამ აი იმ დროისთვის, როდესაც შენ მეხსენებული ივანე მრისხანე მართავდა რუსეთს, უბრალოდ მოსკოვიას, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი, ჰქონდათ ნოვგოროდი, რომელიც იყო დემოკრატიული სახელმწიფო თუ ეჩე, სადაც მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას მართვაში და იყო მოსკოვი. და მოსკოვი იყო მონღოლოიდური კულტურული, პოლიტიკური, სასტიკი დესპოტური მემკვიდრეობის წარმომადგენელი, ანუ აბსოლუტურად დაუნდობელი და უმობელი, რომელიც მიწასთან გაასწორა ის მეორე ალტერნატიული რუსეთი, ხო, საუბრობთ ორ რუსეთზე ხოლმე და აი ჯერ კიდევ მაშინ დასამართა ის მეორე რუსეთი, როდესაც ნოვგოროდი მოისყო და მას მერე მოდის უკვე ესეთი ტიპის რუსეთი, მათ შორის იგივე პეტრე პირველმაც, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხშირად და ეხაც ვახსენეთ, ვერ მოახერხა ბოლომდე, მიუხედავად იმ გაჭრილი საქმისა, რუსეთის გაკეთილშობილება. ცნობილი ფაქტია, ხო, როგორ აძალებდა ის თავის კაცობაზეც არ არის საუბარი, ანუ არისტოკრატიას როგორ აძალებდა წვერის გაფარსვას და დაბანას და წვერის გაფარსვას, ხო და ვერ მიაღწია ამაში. ხო, შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხედავდეთ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ძალიან ხშირად აი დღეს ვუყურებ ხოლმე და შემზარავს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებზეც ჯერ კიდევ 90-იანებში არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი რუსეთის საზოგადოებად მუშაობდნენ, ცხადია ჩვენ ახლა არავის მოწმობა არ გვაქვს ნანახი და ვერც გვექნება, ხო? დღესაც არიან იმ მდგომარეობაში, როდესაც აი ხელახლა თითქოს იშვნენ და გამოვიდნენ და დღეს იძახიან, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური, ან საქართველო არ უნდა შევიდეს ნატოში, ან ევროკავშირი ცუდია. იგივე ხალხია, იგივე ხალხია. მათი შვილები. აი ერთადაც გეტყვით ის, როდესაც თბილისში ომი დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს, ასე ფრონტის ხაზი გადავიდა რუსთაველის როსტოვეთსა და პირობითად თუ დავაყო. ხოლო უშროების სამსახური კგბ და მისი არქივი იყო ზემოთში ჩიტაძეს. ნუ რეალურად ჩიტაძეს ბრძოლის კერეღო პირველ ინტენსიური იყო რუსთაველი. ომის დაწყებიდან 1-2 დღეში ხანძარი პირველი ერთიანობა რომელიც ალბათ თბილისში იყო სახელმწიფო უშროების კომიტეტის შენობა. სადაც დაიწყო არქივის დიდი ნაწილი. რაღაცნაირად რუსებმა გაზიდეს როგორც. ანუ ესე ვთქვათ, ესე იგი ვიღაცამ გაუჩინა ცეცხლი, ხო, მეორე ვიღაცამ არ ჩააქრო ცეცხლი. ერთ მხარეს გაუჩინა ცეცხლი, მეორე არ ჩააქრო. ესე იგი, ამიტომ არ მოხდა იდენტობას, ჩვენ გავაგზავნეთ. არ არის აქ დაშაზე ლაპარაკი. ლაპარაკი რომ ყავი კერპები დამსხვრეული ყო, ის რომ გონიათ დიდი ადამიანი, რომ როგორც ასოციაცია აღმოჩნდა უშუალოდ სამსახურს აგენტი. და ეს გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, ჯობდა ესე მოხდარიყო, ეს ფურუნკული გამსკრალიყო, ვიდრე ესე აგზელებული იყო ეს მენალა. უცხოთაოდ ეს არ მოხდა. ანუ საბჭოთა კავშირში რეალურად ეს მისის არის იდენტობის ნაწილია. საბჭოთა კავშირში რეალურად დესოვიეტიზაცია, რასაც უკვე არ მოხდა. არ როგორც გერმანიაში იყო დენაციფიკაცია. და შესაბამისად ჩვენ შეგვიჩა ეს ყავი კერპები, რომელიც მისაბაძი გვეგონა და გარდა ამისა ხვევებიშა რომ სტალინის მანერა იყო, რადგანაც რომ მაქვა რომ იური ოლეშანი ქროს ხოწერა, რომ ისეთი და წერალი არის სტრაიტელი ინჟინერი, ადამიანის წერალი ეს ადამიანის სულის ინჟინერი. მე სტალინმა აიტაცა და დღემდე მოყვება ისე რომ ქვეყნის ასე ვთქვათ საჭიროებო საკითხებში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური რატომღაც დიდი სამბით დაიკითხებიან ხოლმე წერილებს და პოეტებს და არავე ჩვეული ბუღალტერმა არ შეიძლება თავის აზრი ქონდეს იცოდა, ანუ აპრიორი ეს მეტალობის მომენტი რომ მაინც წერილს და იმას უნდა კითხო პოეტს და სხვაჟერ საინტერესოა ილია ჭავჭავაძის აღწერა და ნებისმიერ იმ პერიოდში განსაკუთრებით იდეასი არის რომ მოიხსენიონ ასე წერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ხო?
ნუ ჩვენ ესე სახალისოდ ხშირად ალტერნატიული წარდგენა გაკეთებია ილია ჭავჭავაძის ეს არის იურისტი, ბანკირი, საზოგადო მოღვაწე. ხო ესეც იყო ამის სინამდვილეში ილია ჭავჭავაძემ როგორც მოსამართლეობით, ასე ბანკის შექმნით აბსოლუტურად სხვა ტიპის კულტურას დაუდო საფუძველი და მან ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა, მათ შორის ბანკირობით. რატო? იმიტომ რომ დარდიმან ქართველს, დიდგვაროვან ქართველს ხშირად უკან თხოვდა იმას, რაც ქონდა გაცემული, ხო ეს ესხი მის რაღაც დიდგვაროვანს კონკრეტული დანიშნულებით. ვიღაც თავი. იმან გაფლანგა იქეიფა მოიხმარა რაღაცეებში და მოვიდა და ეუბნება არა მაგდა მოდი რა კიდე მომეცი რაღაც ვარდა. და უშუალოდ ერთხელ მისცა, მე აღარ აძლევდა ამ დამატებით ვადას და სთხოვდა ამის დაბრუნებას, რაც თითქოს აი გასაგებია ხო 2-4 რაღაც წაიღებდა და დააბრუნა. და ამის გამო ბევრი ემტერებოდა ილია ჭავჭავაძეს. რო აღარ მივიდეთ უკვე 90-იან წლებამდე 1800-ს, როდესაც მას უკვე სრულად ახალი ტიპის მოწინააღმდეგეები გაუჩნდნენ მესამე დასის და სოციალისტების სახით, რომელმაც მისი სრული დემონიზება მოახდინეს არაერთი თვალსაზრისით, მაგალითად აი ნასაკირალში მოხდა ხანძარი, ილიამ გაუგზავნა ერთხელ თანხა, 25 თუმანი იყო თუ არ მახსოვს ზუსტი თანხა, მაგრამ რაღაც თანხა შესაწირი, რომ აი ჩემი შესაწირი სოფლის აღდგენის საქმეში და ნასაკირალი გურიაა და მაშინ გურია ხო რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური კერა იყო და უკან დაუბრუნეს, რომ ჩვენო შენი ფული არ გჭირდებაო და ნუ აი ძალიან ხშირად ხდებოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ასეთი ტიპის კამპანიების აგორება და ილია ჭავჭავაძე რა ხარ მოახსენეთ, რატო ვახსენეთ სინამდვილეში ნახე, ეს ძალიან კარგი მაგალითია ისე როგორც იმისა თუ როგორც ცდილობს ვიღაც დაეპატრონოს ჩვენს მეხსიერებას და თითქოს მიმართულება მისცეს მას. ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, ნუ ბოლომდე არავინ არ იცის, ხო, ვისი და მეფის ოხრალკი სიტყვია, ხო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხო, ერთი ვერსია, მეორე ვერსია იგივე მისმა კონკურენტებმა სოციალისტებმა მოკლეს. ესეთი ვერსიაც არის, რომ სერგორჯონიკიძეს იყო მათ შორის, მაგრამ ნუ ეს ყველა ვერსიებია. რაც თავარია, რაღაც პერიოდის განმავლობაში ილია იყო ტაბუ. ხო, აი ვინაიდან 1918 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალა, კი ძალიან განათლებული საერთაშორისო თვალსაზრისით საერთაშორისო ელიტებთან, პოლიტიკურ ელიტებთან ძალიან კარგად დაკავშირებული, მაგრამ ის ძალა, რომელიც ილიასთან იყო მკვეთრ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებაში. ნუ მერე მოვიდნენ უკვე ბოლშევიკები და როდის გაცოცხლდა ილიას თემა და ილიას ფიგურა გაცოცხლდა 1927 წელს. როდესაც სტალინს დაჭირდა ილიას ფიგურა როგორც კლასობრივი ბრძოლის სახეხატი. და მან თქვა, რომ სინამდვილეში ვისაც მანამდე აშავებდნენ, ხო, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც აი თავადები და მეფე ეზიზღებოდა, მაგრამ შრომელებს კარგად ექცეოდა, გლეხებს კარგად ექცეოდა და ასეთად მოიტანეს. ხო, შემდეგი 50 წელი ცდილობდნენ, რომ ასე შემოეთავაზებინა, ასეთი ილია წარმოეჩინათ. მე მოვიდა 1987 წელი, მე და შენ გვახსოვს, როდესაც მოხდა ილიას კანონიზება და ილია ჭავჭავაძე იქცა წმინდა ილია მართლად და უცბად ასევე მის შემოქმედების ნაწილს, ნუ პირდაპირ ტაბუ არ დაედო, მაგრამ ასევე რაღაც ახალი მიმართულება მიეცა. და დღეს უკვე ის ვითარება, როდესაც რა ვიცი, ხან რომელიღაც პრორუსული პარტიის წარმოადგენელი დაიხატავს უკან ილია ჭავჭავაძეს, ვისაც არ ეზარება, ისე ცდილობენ, მაგრამ მისაკუთრებას ცდილობენ იმისა, რომ მიისაკუთრონ აი ამ ფიგურის, რომ მიისაკუთრონ მისი მთელი დანატოვარი, იდეური დანატოვარი. აი მანიპულაცია თვითონ ილია ჭავჭავაძე ხო იყო და აი მაგალითად სტალინი თვითონ ხო? ის ამ კარგი ავაზე არ აზრიანობას უბრალოდ 1940 წელს დახურულ პლენუმში ის სტალინის ასე ვთქვათ ცოდვების ის ნაწილობრივ გამოჩენა, რომ ასეთი ტარვალი იყო, პიროვნების კულტი იყო, თან ამას ლაპარაკობდა ხალხი, ხრუშოვი იქნება ბულგანი თუ ვინც იყო, ამასაც იგივეს აკეთებდნენ, ისე გამოდიოდა თითქოს მარტო ეს არის. და სანამ 1946 წლიდან ვიდრე 1980-ში პერესტროიკა დაიწყო, ხო? ეს აკეთებ ტაბუირებული იყო საბჭოთა კავშირში. არც ცუდი, არც კარგი. არა, ხმასარები რა. ეს მანიპულაციის საბჭოთა ხელისუფლება 60-იან, 70-იან, 80-იანებში აწყობდა სავარაუდოდ, რომ ეს საერთოდ სცენება არ ყოფილიყო რა. ანუ ეს ხარ ისე სტალინი ცუდია, კარგია, მაგას ეს აპარაკერების რომ მანიპულაცია ესეთი რაღაცა, რომ დიდ ფიგურასაც იოლად ჩამარხავს რა. და ეს ძალიან იოლადაც ხდება, თუ კარგად მუშაობენ და მიზანმიმართულია. აი მაგალითად, როგორც ვიცი, გებელსი იყო ნაცისტური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი წევრი, რომელიც იყო პროპაგანდის ხელმძღვანელი და რაღაც პროპაგანდის მამადამფუძნებელი მეგონი, მაგრამ ძალიან ისეთი ოქსეკმში და გებელს ეკუთვნის, რომ ასე ეგეთი ანეკდოტური გადმოცემა, რომ გებელს ეკუთვნის იმის ამბავი, რომ ხალხს უნდა უთხრა რაც შეიძლება დიდი წყული, რაც შეიძლება ესაც მიაწოდო. მაშინ დაგიჭირება რა. ხო, იმიტომ რომ ხალხი ამ დროს ვფიქრობს, ამას ხო ვერ ამას ვერ მოიწოვე რა, ამას როგორ მიჩხმალობდი. ეს ჩვეულებრივად მიჩხმალობდი რა. მე მინდა რამდენიმე სიტყვა კიდევ შემოგთავაზოთ, აი წავიკითხავ თქვენის ნებართვით ისე მეხსიერების თემას, რომ უშუალოდ მეხსიერების თემას რო დაუბრუნდეთ და მეხსიერების მნიშვნელობას. მეხსიერება ქართულ კონტექსტში მინდა დაუბრუნდეთ, ჩვენი ძველი მხარე არასდროს ყოფილა. რაც ბევრად მოარესტია ისე მეჩვენება, რომ თითქოს ასე არ ყოფილა არასდროს რომ თოჯერს ძალიან ძელი და ის მეხსიერება აქვს ებრაელებს. ამიტომ არ წარმატებული იყო. მომავალწელს იერუსალიმში ამბობდნენ 2000 წლის განმავლობაში. ჩვენ აი როდესაც ჩემი გაზრდა დაიწყო თუმცა მაგის დრო მოხდა გადასვლას იქეთ. საიქიაში ჩვენ ვარ ბოლო ცოცხალი ზოლაპარაკო კაცო. ჩვენ ძალიან დაგოფერე როცა მაგის დრო მოვა რა. ჩვენ ვარ ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი ძაფი, რომელსაც უკავშირებით აფხაზეთს. და თუ არ მოხდა ამ თემის გაგვიძება და მისი მუსირება და მისი ზედაპირზე გამოჩენა, შემდეგი თაობები იმას არც არასდროს არ ჩართულიან თავიდან. იმისად ვთქვი, რომ ეს ჩვენ არ გვაქვს ძელი მეხსიერებაც. ხო, დაუდასტურე გალითის სასას და თქოსიონებით, აი ებრაელები მომოწეს იერუსალიმში და გააკეთეს წარმოუდგენელი რაღაცა, აბსოლუტურად თრულ გარემოცვაში ააშენეს სახელმწიფო. ხო, ნუ ჩვენ არ ვიცი ხა რამდენად პირდაპირ პარალელი შეგვიძლია გავალოთ აი ამ სახელმწიფოს მშენებლობასთან, უბრალოდ ჩემი აზრით ის რომ აი მომავალ წელს იერუსალიმში ამბობენ 2000 წელი იყო იმის წინაპირობა, რომ მათ შეძლეს ამ სახელმწიფოს აშენება და ჩვენ შემთხვევაში ხშირად გვინახავს ადამიანები ამბობენ გაისაც სოხუმში და ვიღაცა აუცილებლად შეიჭმუხნება, რომ აი რა გოინობა ხან რა პათეტიკა და ასე შემდეგ. ხო, აი პათეტიკა თითქოს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ არა, სოხუმი ჩვენია, სანამ ის შენს აღქმაში არის იმეჯი კომუნიტი. ესე იგი ერთმა ადამიანმა ერთხელ ჩემთვის ძალიან შემზარავად მითხრა, რომ მე აფხაზეთში არ ვარ არასდროს ნამყოფიო და შესაბამისად არც მაინტერესებს იქაურობაო და ნუ ეს არის იმდენად შეურაცხყოფელი და დაკნინებული აღქმა საკუთარი ეროვნული იდენტობის, რომ ამის მიღმა წარმოუდგენელია ხო, რამდენი ადამიანი ყველა კუთხეშია, ყველა ნამყოფი და მაინც სადაც ნამყოფი ხარ, იმის მიმართ უნდა გქონდეს იდენტობაც და სინამდვილეში აფხაზეთი არის ჩვენი სახელმწიფოებრივების მიხიდან დაიწყო ხო, გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. იქ არის ილოვი და ბედია, ორი უდიდესი რომელიც ასე ფრესკები გადაღებილი აქვს. კი ბატონო, რუსეთის ხრიკი. წეღან მინდა ქართულ ხატებს და წარწერებს მასამაც ორი რუსები თეთრად დებოდა. ეს იგავია რა მე ვინდა ხატწერი ვინა რაღაც თეთრი კედელია რა. ხო, აი პატარა ტექსტის წაკითხვა მინდა მეხსიერების მნიშვნელობაზე და ქართულ კონტექსტზე. მეხსიერება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. და ბევრად უარესი ის არის, რომ ამის გამოსწორება არც გვინდა თითქოს და არ გვინდა რომ ოდესმე შეიცვალოს. რადგან მეხსიერება არის პასუხისმგებლობა. მეხსიერება არის ძალისხმევა. მეხსიერება არის ფილტრი, რომელიც ყოველდღიურ აი პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ დილემებზე ბუნებრივ პასუხებს გვთავაზობს. პასუხებს, რომელიც ყოველთვის სასურველი და კომფორტული არ არის. მეხსიერება საკუთარი კოლექტიური მესთვის დაწესებული სტანდარტია, რომელიც არ უნდა ჩამოსდე თუ დაუწესებ ამ სტანდარტს საკუთარ თავს. მეხსიერება არის მოლოდინების ერთობლიობა, რომელიც უნდა გაამართლო. ხო, ისეთი ვიყავი და ახლა ასეთი უნდა ვიყო, ხო, რაღაც სტანდარტია. მეხსიერება არის აზროვნება, ან შეიძლება ითქვას რაღაც საბაზისო საღი აზრი. ეცა და იმავე მახეში არჯერ და არჯერ არ გაება, როგორც შენს ახსენებდი წელა. ეს ყველაფერი თითქოს ზედმეტი თავის ტკივილია იმ ქართველისთვის, რომელსაც შესთავაზეს ალტერნატიულ ღირებულებად ეგრეთ წოდებული ურთიერთობა. ანუ ურთიერთობა ქართველს შესთავაზეს გარეთ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, როგორც საპირწონე და ალტერნატივა მეხსიერებისა. რომ დამხსიერება, მაგრამ დახურდებული რაღაც ძალიან პატარა რაღაცები და ხო, რა თქმა უნდა, ხო.
აი სტანდარტული ქართულს არ დავარ, ხარი გრუზინის გადმოსახედიდან რას აგებობა მოაქვს ვერსიერებას. ხო, თითქოს არანაირი, იმიტომ რაც არ გახსოვს, არ არსებობს, რაც არ არსებობს, არ გაწუხებს. ხო, რაც არ გაწუხებს, გათავისუფლებს საერთოდ მორალური მარწუხებისგან და დილემებისგან, აი ასე უნდა მოიქცე თუ ისე უნდა მოიქცე. არა, და ჯერა რომ ისეთი ხარ, ესეთი ქველი, კარგი, სამართლიანი და ვაჟკაცი, როგორც ჩვენ სადღიზელოებში, აი. სადღიზელოში თუ ხარ პატრიოტი, ესე იგი ხარ და მეხსიერება გათავისუფლებს იმ ზედმეტი წნეხისგან, რომ გითხრას რომ ეს შენის არა ხარ, რომელმაც გუშინ ეს ვერ შენიშნე, გუშინ წინ ეს შეგეშალა და ასე შემდეგ. აი ამისგან გათავისუფლებს მეხსიერების არქონა. ამიტომ ქართულს ტყისთვის სასურველი მოდელისა თუ ყაიდის ქართულს არაფერი არ ახსოვს. და რაც ახსოვს, ძალით ივიწყებს. მაგრამ მაინც თუ წამოყოთავე მეხსიერება, ხო ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და გეტყვის რომ ახლა ამის დრო არ არის. ან გეტყვის რომ ახლა ასეა საჭირო და არ აგიხსენს გვინდა ადგინა რომ ასეა საჭირო, რატო ახლა ასე საჭირო, ხო? და მოკლედ გეტყვის რომ აი 1000 სადარდებელი გაქვს ისედაც და მოდი რა თავს მოიტყიებ ამითი და დაბრუნდი შენ ნაჭუჭში და გააგრძელე არსებობა, რომელიც სინამდვილეში არაფერს არ განსაზღვრავს, არავის არ განსაზღვრავს. უწყინარია, ხო, რაც ბოდიშვილმა თხოვდა და ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, რომ საქართველო პატარა სოფელია და მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ხო, აი ეს არის მეხსიერების არმქონე სუბიექტი, არსება გნებავს ერი, რომელსაც უბრალოდ რაღაც მოსახლეობის ფუნქცია თუ შეგინიშნავს ჩვენი დრევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება და უკვე კარგი ხანია, პრაქტიკულად არასდროს არ იყენებს სიტყვას მოქალაქე. იყენებს სიტყვას მოსახლეობა. ანუ მოსახლეობა რა ვთქვათ ხალხის მასა, რომელიც რაღაც ტერიტორიაზე ცხოვრობს. მოქალაქე სულ სხვა ფენომენია და სულ სხვა ცნებაა და მოსახლე სხვა აბსოლუტურად სხვა მოლოდინებია, სულ სხვა ტიპის პასუხისგებლობაა ორმხრივი, აი სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოსი შენ მიმართ. მათთვის ჩვენ ვართ მოსახლეობა. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან იმ სახელმწიფოს, მათ შორის ქმნიან პირველ რიგში მეხსიერებით, ხო? პირველ რიგში ბევრისთვის ეს მეხსიერება რა არის აბსტრაქტული ცოდნა წარსულის შესახებ, ისტორია, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან ხაზვასთან და სულთა წერასთან ერთად. ქრონოლოგიას რა. ხო, სინამდვილეში მეხსიერება არის რაღაც ცოცხალი ფენომენი, როგორც წეგანაც ახსენებთ ვილიამ ფოლკნერის ციტატა, არასდროს არ არის მეხსიერება და წარსული მკვდარი არასდროს არ არის, აი რო შევადაროთ ჭადრაკის პარტიას, წარმოიდგინე, აი ყველა სვა, ან თითქმის ყველა სვა, ოდესღაც გაკეთებულა. ორი უდიდესი მოჭადრაკე ვიცი მე, ფიშერი იყო 10 წლების განმავლობაში რაღაც ევერესტივით და მე 30 თუ 35 წლის მერე კასპაროვმა გაასწრო რეიტინგში. და ეს კასპაროვის, რომელიც მართლა გენიალური მოჭადრაკეა და ახლა ასევე პოლიტიკოსი, ბოლო 2 წლეული, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ყვება, როგორც სწავლობს თუ აანალიზებს წელიწადში 8000 პარტიას. წელიწადში რო გადაიანგარიშო, ეხლა აღარ რამდენიმე წლის წინანდელი ისტორიაა, როდესაც აქტიური მოჭადრაკე იყო. ანუ ხო ფიქრობ, რომ ქართულის ახმა რა არის, რომ ეს ნიჭიერ ტიპი ხარ, გენიოსი ხარ, ის ხარ, ეს ხარ, რა 8000 პარტია, მაგრამ სინამდვილეში ნიჭი ხშირად არის შრომა არის მეხსიერება. ანუ ის აანალიზებს 8000 პარტიას, რომ რო დაჯდება მერე სათამაშოდ, იცოდეს რომ აი ამ სვლას თუ გააკეთებ, ამდენ სვლაში იქნება შამათი, ან ამდენ სვლაში ეს შედეგი მოყვება. იგივე არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაღაცაზე რომ დავტრიგერდებით, რაზეც ჩვენი დედების და მამების დატრიგერდა, იმათი ბებიებიც და ჩვენი ბებიებაბუები ხო უნდა შეიგნო ერთხელ, დაიმახსოვრო, რომ აი არ ვიცი როზეტყაში თითი არ უნდა შეყო პირობიდან, ხო? რაღაც ტიპის ქმედება არ უნდა განახორციელო, ვინაიდან გვნებს სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, საზოგადოებრივად, ხო? აი მეხსიერების თავზე მორგების საჭიროებაზე კონიუნქტურულობა ეგრეთ აღარ მოხსნის, წავკითხე, რომ მეხსიერება არ არის ფანჯარა, ის უფრო სარკმლია. ანუ როგორც გინდა რომ იყო პრინციპში იმას არ ეკლავს რა, არ ეკლინება. შუშაკის ფანჯარას სხვა რაღაცა ახსნით და პეტრემოს რო დაარქვა ფანჯარა ევროპაში. საქმე აი ეს არის მეხსიერება, ასე ვთქვათ, ხალხურად რო ვთქვათ რა. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თანამედროვე კონტექსტში ჩემთვის ოდიოზური პერსონაჟები ხშირად პასუხობენ იმით, რომ კარგი რა, გინდა წარსულის ქეკვა. სინამდვილეში ეს არ არის წარსულის ქეკვა, სინამდვილეში ეს არის შეცდომებზე სწავლა, ანუ შენ თუ საკუთარ შეცდომებზე არ ისწავლე, წინ ვერ წახვალ, აი წარმოიდგინე, წააგე რაღაც თამაში, ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, ხო? წააგე რაღაც თამაში, ძალიან ცუდია რომ წააგე.
მაგრამ თუ შემდეგ თამაში ისე გახვალ რომ არ გაანალიზებს წინა თამაში როგორ წააგე, ნუ დიდი ალბათობით იმასაც წააგებ, ხო? ანუ წინა თამაშის გაანალიზება, იმის ნახვა თუ რა შეგეშალა ტაქტიკაში, სტრატეგიაში, ლაინაპში, ასე შემდეგ, ხო? ნიშნავს იმას, რომ ვერ გაუმჯობესდები. შესაბამისად, ადამიანები მეგონება რომ წარსულში ნუ იქექები, თვითონ ეს აი ამ ტიპის ფორმულირება, ხო? თავისთავად რაღაც ბინძურში ხელის რა თქმა უნდა, წარსულის როგორ ჩათვალეთ, არის სწავლა იმ გზაზე, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ანუ უკეთეს შემთხვევაში ყოველთვის რაღაც ძალიან გაწუთილი ნათქვამია, რომ ადამიანები, ანუ ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე და სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და აი ვიღაცები იმის გეუბნებიან, რომ წარსულში ნუ იქექები. გეუბნებიან, რომ საკუთარ შეცდომაზეც არ უნდა ისწავლო. ანუ არ გაძლევენ საშუალებას, რომ თქვა შენ რომ იქ რაღაცა მტკივნეულსაც რომ მიაგნო და გაითავისო. აი მაგის საშუალებას არ გაქვს. აი ანატოლი ფრანს აქვს ეგეთი მოთხრობა, სადაც პილოტი პონტოვი ვერ იხსენებს ქრისტეს 17 წლის მერე. ამ დროიდან 17 წლის მერე. ესე იგი მისი მეხსიერება, მისი ხსმენა, ყველაფერი, მისი აღქმა დაყრუებული იყო და ესე დაყრუებულმა გააგრძელა ცხოვრება რა. აი ესე ჩვენ თუ არ ვიცით ჩვენ წარსულზე როგორ თქვა აწყობს ვინც წარსულს აკონტროლებს, აწყობს და ვინც აწყობს აკონტროლებს ქმნის მომავალს. ამ ისტორიას ისე გადაგიწერთ, ისე სხვანაირად მოგაწუდებენ და მე ერთი თაობა უკვე ის საკმარისია რომ დაგავიწყდით ყველაფერი. ჩვენ მე ვარ მესამე თაობა დავადებული საბჭოთა კავშირში, ხო? უკვე ესეთი იყო რომ ჩემს სიული გინჩემ სადაც არ უნდა ყოფილიყავ, სუვერენიტეტს ლაპარაკს აღარ იყო, მიიჩნეოდა რომ ეს ნორმალურია რა, ოკეი არა, არც არსებობს. ჩუმად ყოფნა სამზარეულოში მარტო სამზარეულოში ანეკდოტის მოყოლა. ეგეც ნორმალურ რაღაცად მეგოჩნია. ანუ ძალიან შეჩვევა ის მე მაგის თქვა მინდა რა და ის რაც აი თქვენ თაობას აქვს რომ აი სიტყვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება ეს არ არის მოცემული, აუცილებლად ეგრე გქონდეთ. ძალიან მეუბნებით შეიძლება ხელიდან დასხდეს ეს ყველაფერი და ძალიან მოსაფრთხილებელია რა. რეიგანის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და ჩემთვის საყვარელი გამოთქმა, ყველა ადამიანს მუდამ ერთი თაობა აშორებს თავისუფლების დაკარგვასთან. და ეს საუბარი ამერიკაზე, ხო, რომელთვისაც თავისუფლება არის მართლა ეროვნული იდენტობის საკუთრებიდან დაიწყო და ასე მოდის დღემდე პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, რომელიც გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და იქ ამბობს, რომ არასდროს არ უნდა მოდუნდე, არასდროს არ უნდა შეწყვეტო ბრძოლა ვინაიდან ყოველთვის ერთი თაობა გაშორებს თავისუფლების დაკარგვასთან და ჩვენი ისტორიას თუ გადავხედოთ, არამედ არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ისტორიას, ნახავთ, რომ არასდროს არ არის დრო არგუმენტი. რაღაცის დრო. ახლა ის დრო აღარ არის, რომ რაღაცა ანუ დრო არ არსებობს, ხო, მაგალითად არსებობდა განვითარებული რომის იმპერია, სუპერ განვითარებული სახელმწიფო, დიდი ცივილიზაციით, რომელსაც მოყვა ბნელი შუა საუკუნეები, ადრეული შუა საუკუნეები. ხო, თავისი თქვა და უბრალოდ რაღაცეები მოხდა და ამას მოყვა დიდი სიბნელი, რომელიც რამდენიმე ასწლეულს გასტანს. იგივე მოხდა ავღანეთში უკვე, თან მე-20 საუკუნეში იყო თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო და დღეს იმ ვითარებაში არიან, სადაც ქალს შეიძლება რაღაცის გამო ქოლავდნენ, უბრალოდ ქვევით ჩაქოლონ, წარმოუდგენელი რაღაცა 21 საუკუნეში და ნებისმიერ ვითარებაში, მაგრამ იმის ფონზე რომ აი ამ სახელმწიფოს 40 წლის წინ ჯერ კიდევ ნორმალური ცხოვრება ჰქონდა. ინტერნეტში ინდოელი ხაბულის ქუჩები ნახო სტუდენტები ახალგაზრდა გოგოები მოკლე იმით რა კაბი და შემდეგ რა ხო იგივე ირანში მაგალითად შესაბამისად აი ის დრო აღარ არის არასდროს არ არის არგუმენტი ან ჩვენ ყოველთვის აქტიურად უნდა დავიცვათ ეს რაღაც დრო არ იქნება რა აი ყოველთვის შეიძლება თქვა რომ ანის არ იქნება ანის ამ უნდა დრო ასე რომ გავაკეთო რა დღეს რა გადადებით ანუ არის თქვა არა გულისხმობ რას იცი ის დრო აღარ არის თითქოს საფრთხისგან თავდაცვის ხალხს გეუბნება რომ აი ხა ამ ტიპის საფრთხეს არ უნდა ველოდოთ ვინაიდან ის დრო აღარ არის რომ ეს მოხდეს აი მაგალითად ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს ძალიან ხშირად გაიგონებდიან წაიკითხავდი ფრაზას ეხლა ის დრო არ არის რომ სხვა სახელმწიფომ სამხედრო ძალე დაგვიფრთხოსო ხო სინამდვილე იმიტომ რომ რაღაც ვერსალის კონფერენცია შედგა, ერთა ლიგა ჩამოყალიბდა და რაღა დროის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის დაპყრობაა და აღმოჩნდა რომ ეხლა დაიწყო თურმე ეგ. აი ხაიწყება ის თუ თითქმის 100 წლის შემდეგ ცოტა მეტი 22-ში რომ არავის არ ეკონა რომ ესე ვთქვათ მოხდა ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ხო გეგონა რომ არასდროს ეგეთი რაღაც წარმოუდგენელი. შეიძლება ქართულებს ცოტა უფრო გეგონებთ რომ 2008 წლის წარე გამოსილება ყოფნა. ყველგან ეკონა, მათ შორის ევროპაში, ზღვის შტატებში ესეთ მასშტაბიანი შეჭრა
უბრალოდ არ იყო მათ კალკულაციაზე საერთოდ. ხო, ირაკლი ერთს დავამატებ კიდე მეხსიერებაზე და ალბათ ამით მეტნაკლებად დავასრულოთ ეს საუბარი. ხო, ბოლოს ვიტყვი რომ ერთი რაც ჩვენ გვიშლის ხელს მეხსიერებისთვის სათანადროვის მინიჭებაში არის ის რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა საზოგადოება, სადაც პრაქტიკულად ყველა ერთმანეთს იცნობს. ყოველ შემთხვევაში ყველასთან გამოგვიჩნდება საერთოდ ცნობი მეგობარი, მეზობელი, ნათელმირონი თუ ასე შემდეგ და რაღაცეებთან დაკავშირებით სწორი პოზიცია თუ დაიკავე, მე მგონია რომ ეს ერთგვარი მაქსიმალიზმია, ზოგისთვის რადიკალიზმია და გეუბნებიან რომ აი რა ხელია ამაში, ხო? მოდი ისე ურთიერთობის ფენომენს დაუბრუნდეთ. მე მინდა თქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გასააზრებლად რომ ეს არ არის პიროვნული საკითხი, ანუ მეხსიერებაზე როცა ვსაუბრობთ ეს არ არის იმისკენ მიმართული რომ ვიღაცისკენ თითი გაიშვირო ან ვიღაცა რაღაცაში დაადანაშაულო. ეს არის იმისკენ მიმართული რომ ჩვენი კოლექტიური ისტორია კარგად გავაანალიზოთ, სწორად გავაანალიზოთ და ხვალ იგივე მახეში არ გავებათ, რაშიც გუშინ გავებთ. ხო, აი ერთ მაგალითს ვიტყვი იგივე ხა მე ასე მჯერა რომ მაგალითად 91-12 წლებში საქართველოში რო არ მომხდარიყო ხელისუფლების საადობრივი ცვლილება, ჩვენ 2004 წელს ვიქნებოდით ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების ნაწილი. აი 10 ქვეყანა შევიდა ხო მაშინ ნატოსა და ევროკავშირში და ჩვენც იქ ვიქნებოდით, იმიტომ რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად დაახლოებით იქ ვიყავით, სადაც დანარჩენი სახელმწიფოები. ჩაგვივარდა ეგ ერთხელ, მე რა მოხდა, ხო, მეორეჯერ ამოფოფხდით ამ მემიდან, ამ გასაჭირიდან, ამ ორმოდან, შევქმნით სახელმწიფო, გავხდით სალაპარაკო, ძალიან წარმატებული და ამ დროს მოხდა 2012 წლის რევანში და დღეს, როდესაც ისტორიული ოცნება, აი მართლა სწორი გაგებით და კაი გაგებით ოცნება თითქმის ასრულების პირზეა, როდესაც ევროპა ამბობს, რომ თქვენ ევროპის ნაწილი ხართ. აი ამ დროს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვიღაც მართლა ვიღაც იძახის რომ არა მე ესეთი ევროპა არ მინდა. ანუ ჩვენ 1000 წელი მოვდიოდით აქამდე, როდესაც უმტკიცებით ხო ზოგჯერ ის იყო ეგრისის ცნობილი დებატი მე-6 საუკუნეში რომ არა ბიზანტია ჯობია ირანს, იმიტომ რომ ჩვენ თქოს პარსეც, იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა დასავლეთი არის იდენტობის ნაწილი, მე სულხან-საბა იყო რომელიც ამბობდა რომ აი დაგვინახეთ ქრისტიანები ვართ, ყველნაირები ვართ, ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვერ მოხდა ეს და დღეს მოხდა, როდესაც გერმანელები რომელიც ყველაზე უფრო სკეპტიკურები იყვნენ, ხო, გეოგრაფიული თუ სხვა თვალსაზრისით საქართველოს და კავკასიის მიმართ და გერმანელი პოლიტიკოსები, ფონ დერ ლაიენები, მერცი და სხვები იძახიან, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. და ამ ვითარებაში ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ მაშინ მოგვიწია, როდესაც აი ვიმეორებ ენით აღუწერელი პერსონაჟები, გაუნათლებელი წერა-კითხვის არ ცოდნე, ენების არ ცოდნე, ჩვენი ისტორიის არ ცოდნე, უცებ რაღაც აბსურდული არგუმენტებით აი ამ ყველაფერს უყვაგდებენ და უარყოფენ. ეს ჩვენი დამსახურებაც არის, ვიმეორებ, ვინაიდან ჩვენ სწორედ იმას ვამბობთ, ჩვენ რო გქონოდა სათანადო მეხსიერება. არ შეგშინებოდა რაღაცებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, იმიტომ რომ ურთიერთობის მომენტს და მომენტს წინ ვაყენებდით, ხო? აქ არ ვიქნებოდით. საბოლოო ჯამში ყველანი ბევრად უკეთესად ვიქნებოდით, მაგრამ მე არ მინდა რაღაც პირილი გამოვიდეს. არასდროს არ არის გვიან ჩვენ დღეს რო გამოვასწოროთ ის და ეს როგორ საუბრობთ, ხო? ყოველ უკეთესად ვიქნებით. თუ არ გამოვასწორებთ, მე წავალ ისევ იგივე წრეზე, ალბათ ყველას გაგიგიათ, ხო, ეს კლიშე, რომ ერთ წრეზე დავდივართ. ამ ერთ წრეზე რატო დავდივართ? იმიტომ დავდივართ, რომ არ ვსწავლობთ, იმიტომ რომ მეხსიერება არ აქვს და იმიტომ დავდივართ. თავისთავად ხო არ დავდივართ ამ ერთ წრეზე, ხო? შესაბამისად, ჩვენს ინტერესშია, როგორც საზოგადოების ამ მოჯადოებული წრიდან რომ გამოვიდეთ, რომ ეს დაეფუძნოს ჩვენი მეხსიერება, მე ამას ვეძახი მეხსიერების ჰიგიენას. ჩვენ ეროვნულ მეხსიერების ჰიგიენას.